დღე მე-7. აღორძინების საოცარი გამოცდილება. ნაწილი მე-4. ღვთის სიტყვაში ჩვენ ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ როგორ ამოწმებდნენ ადრეული ეკლესიის წევრები სულიწმიდის ძალით. ათასობით ადამიანი იღებდა ქრისტეს და უერთდებოდა ღმერთის ეკლესიას. ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლნენ და იმ დღეს შეემატა 3000-მდე სული. საქმეების მეორე თავის 51 მუხლი. ბევრმა კი, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა. მათმა რიცხვმა 5000-მდე მიაღწია. საქმეების მეოთხე თავის მეოთხე მუხლი. ჩვენ ასევე ვკითხულობთ, თუ რა საოცარი ცვლილებები ხდებოდა იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც უერთდებოდა ეკლესიას. მოციქულთა ხელით მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში და იყვნენ ერთსულოვნად ყველანი სოლომონის ტოაში. სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი. ისე რომ ავამტყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა რომელიმე მათგანს. ბევრნი მოდიოდნენ იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც. მოჰყავდათ სნეულები და უწმინდური სულებით შეპყრობილნი და ყველანი იკურნებოდნენ. საქმეების მე-5 თავის მე-12 მუხლი, მე-14-დან მე-16 მუხლის ჩათვლით. რატომ ჰქონდა ეკლესიას ასეთი დიდი გავლენა წუთისოფელში? ეს იმის შედეგი იყო, რომ სულიწმიდით ნათლობის მეშვეობით იესომ დაივანა მასში. მისი მეშვეობით ის ისეთივე მსახურებას ასრულებდა, როგორცაც თავად ეწეოდა დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში. 50-ობის დღეს სულიწმიდის ნიჭის მიღებით ეკლესია ჭეშმარიტად იქცა ქრისტეს სხეულად დედამიწაზე. ჩვენი როგორც ლაოდიკიის ეკლესიის ბოლო ჟამის ქრისტიანების პრობლემა ის არის, რომ ვერ ვაცნობიერებთ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა. ვინაიდან შენ ამბობ, მე მდიდარი ვარ, გამდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არიცი, რომ უბედური ხარ და საცოდავი, ღატა კი ბრმა და შიშველი. გამოცხადების მე-3 თავის მე-17 მუხლი. საკუთარი თავის მოტყუების ამ ვითარებიდან დაღწევის მხოლოდ ერთი გზა არსებობს. ჩვენ უნდა მივცეთ იესოს საშუალება, რომ ბოლომდე შემოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში სულიწმიდით ნათლობის მეშვეობით. აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან. გამოცხადების მე-3 თავის მე-20 მუხლი. როდესაც ვისწრაფით, რომ ავივსოთ სულიწმიდით, ჩვენ აგვეხილება თვალები და გავაცნობიერებთ ჩვენს რეალურ მდგომარეობას ღმერთის წინაშე. მე გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლით განწმენდილი ოქრო, რომ გამდიდრდე და თეთრი შესამოსლები, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი. და თვალის მალამო, რათა წაიცხო თვალებზე, რომ ხედავდე. გამოცხადების მე-3 თავის მე-18 მუხლი. ამ მუხლში მოცემულია ლაოდიკიის ეკლესიის პრობლემის გადაჭრის გზა. იესო გვირჩევს, რომ ვიყიდოთ მისგან ოქრო. ჩვენ ამის გაკეთება ღმერთისთვის საკუთარი თავის სრულად მიძღვნით შეგვიძლია. ოქრო რწმენის და იესოს სიმართლის სიყვარულის სიმბოლოა, რაც ქრისტიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქრისტიანი ივსება სულიწმიდით და სწავლობს, რომ მისცეს ყოვლისმყრობელს მის ცხოვრებაში გამოვლენის შესაძლებლობა. ქრისტეს სურს, რომ ვიცხოვროთ მისი მართალი ცხოვრებით, რომელიც სავსეა სიყვარულითა და რწმენით. ამიტომ ლაოდიკიის ეკლესიისათვის თავის რჩევაში ღმერთი მოუწოდებს თავის ეკლესიას, რომ მიიღოს განწმენდა, რაც რწმენით სიმართლის განუყოფელი ნაწილია და შეიცნოს იესო, როგორც მხსნელი, რომელიც გვათავისუფლებს სოდვებისაგან. ღმერთი ლაოდიკიის ქრისტიანებს ასევე ურჩევს, რომ იყიდონ თეთრი შესამოსლები, რომელიც ქრისტეს სიმართლეზე მიუთითებს. როდესაც მორწმუნე ადამიანი მართლდება, უფალი აძლევს თავის სიმართლეს, რადგან მხოლოდ მართალს შეუძლია რომ გადარჩეს. ქრისტიანები შემოქმედის წინაშე მხოლოდ მაშინ მართლდებიან, როდესაც მიიღებენ იესო ქრისტეს თავის მხსნელად. შესაბამისად, ქრისტეს მეოხებით, ცოდვილი შეიმოსება მისი თეთრი შესამოსლით, მისი სიმართლით. ღმერთი აძლევს რჩევას ლაოდიკიის ეკლესიას, თუ როგორ გამოვიდეს ლაოდიკიის მდგომარეობიდან და აღორძინდეს. როგორც ხედავთ, ეს შესაძლებელია მხოლოდ სულიწმიდით ნათლობის გააზრებითა და მიღებით და ასევე რწმენით გამართლებით, რომელიც გამწმენს. გამოცხადების წიგნში აღწერილია ჟამი, როდესაც დედამიწა განიწმინდება ღმერთის დიდებით. ამის შემდეგ ვიხილეს სხვა ანგელოზი, რომელიც ციდან ჩამოდიოდა და დიდი ხელმწიფება ჰქონდა. მიწა განათდა მისი დიდებით. გამოცხადების მე-18 თავის პირველი მუხლი.
ეს უშუალოდ იესოს მოსვლის წინ მოხდება, როდესაც ქრისტეს ხასიათი მთელ სამყაროში გაცხადდება მისი ერის მეშვეობით. სულიწმიდით აღსილი მორწმუნეები გაუცხადებენ გარშემომყოფებს ღმერთის დიდებას, ხასიათს. ისევე, როგორც ქრისტეს ხასიათი იზიდავდა მასთან ადამიანებს მისი დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში, ბოლო ჟამს მორწმუნეთა ცხოვრება და მსახურება ასევე მიიზიდავს ადამიანებს იესოსთან. ეს იქნება დიდებული შედეგი ეკლესიისა, რომელიც განიცდის უკანასკნელ დიად აღორძინებას. ღმერთი მოგვიწოდებს, რომ განვიცადოთ ეს აღორძინება დღეს. პირადი მსჯელობა და განხილვა. როგორ ახდენდა გავლენა საზოგადოებაზე მოციქულთა საქმეების პირველ თავებში აღწერილი ეკლესია. თანამედროვე ლაოდიკიელი ქრისტიანების რომელ პრობლემაზე საუბრობს ღმერთი? რა გამოსავალს თავაზობს ღმერთი რწმენა დაკარგულ ლაოდიკიელ ქრისტიანებს? ღმერთი ურჩევს ლაოდიკიის ეკლესიას, რომ იყიდოს ოქრო, თეთრი შესამოსელი და თვალის მალამო. რას აღნიშნავს ეს სიმბოლოები? ოქრო, თეთრი შესამოსელი, თვალის მალამო. ლოცვითი დავალება. მიმართეთ თქვენს ლოცვით მეწყვილეს და ერთად განიხილეთ დღის თემა. ერთად ილოცეთ, რომ ღმერთმა მოგნათლოთ სულიწმინდით, რომ ღმერთმა მოგცეთ მისდამი სრულად მიძღვნის სურვილი, რომ ღმერთმა მოგანიჭოთ ოქრო, თეთრი შესამოსელი და თვალის მალამო, რომ ღმერთმა აგაღორძინოთ თქვენ და თავისი ეკლესია და ილოცეთ ადამიანებისთვის თქვენი სამლოცველო სიიდან.